კაცხის ექსპედიციის მთავარ ობიექტს წარმოადგენდა კაცხის სვეტი, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი მიუთითებდა. ხრამსა შინა არს კლდე აყვანილი, ვითარცა სვეტი, ფრიად მაღალი. მის კლდის თხემზედ არს ეკლესია მცირე, არამედ ვერღარა აღვალს კაცი, არცა უწყლიან ხელოვნება ახსვლისა. კაცხის სვეტზე შეიძლება ითქვას მესვეტეთა შემდეგ პირველად ლევან გოთუას ექსპედიცია ავიდა 1954 წელს, ალოშა ჯაფარიძის, ვახტანგ ცინცაძისა და აკაკი ბელიაშვილის შემადგენლობით. კაცხის ექსპედიციის მეორე ობიექტს წარმოადგენდა კარიანი კლდე და მასში გაჩენილი კარსტული ტბა. მოგზაურს ჩვეულებრივ იზიდავს მიუდგომელი და გაუვალი ადგილები, გარემოს მშვენიერება და თავგადასავლები, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანსაც გულგრილს ვერ ტოვებს ბუნებისა თუ ისტორიის ძეგლები. ვისაც კი ჭიათურაში გაუვლია, ძნელად რომ არ შეემჩნია კლდესთან შეზრდილი მღვიმევის მონასტერი, მაგრამ ალბათ ზოგიერთ დროც არ დაუკარგავს იქ გასვლაზე. არადა გზიდან სულ რამდენიმე წუთში ავყავართ ბილიქს მონასტერში. ექსპედიციის წევრი ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს დასავლეთის ზონის ინსპექტორი სიმონ ჯაფარიძე პროფესიული კომენტარით წარგვიწყვა ბილიქზე. ეს ჯვრის ამაღლების გამოსახულება აქა და ეს დათხოვნული იყო, ახლა გაწმენდილია. მთელი ეს კარნიზი გადასდევს ასე. ამას, ასეთი ჩუქურთმები. აღდგენა პირწმინდა შელესეს, ეს გავაწმენდინე მერე გას. სოფელ მღვიმევის დედათა მონასტრის ორნავიანი ეკლესია მე-13 საუკუნის მეორე ნახევრის ნაგებობას წარმოადგენს. მას მთლიანად შეუნარჩუნებია თავისი პირვანდელი სახე. მღვიმევის მონასტრის წინამძღვარმა მამა მელქისედეკმა სინანულით აღნიშნა, რომ ტაძარში წყალით ჩაედინება და აზიანებს ფრესკებს. მოჩუქურთმებულ ასონიშანთა ქარაგმაში მამა მელქისედეკის აზრით მონასტრის დაარსების უძველესი საიდუმლოებაა დაცული. ეკლესიის ფასადები მდიდრულადაა შემკული დეკორაციული თაღებითა და ჩუქურთმებით, ხოლო ინტერიერის კედლებსა და კამარებს მე-13 საუკუნის ფრესკები ფარავს. ტაძარი აგებულია ციცაბო კლდეში, საკმაოდ მოზრდილი მღვიმის პირზე, რომელშიც წყალი წვეთავს და ათასწლეულების მანძილზე ქმნის ცოცხალ ქვას, სტალაგმიტს. მოგზაურობის დასაწყისისათვის მღვიმევის მონასტერმა ექსპედიციას თავისებური პროლოგი შეუქმნა.